ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ, ან რას ინატრებდი? ყველაზე მეტად ხოჩნემა. აი მაგალითად ვინმე რო გითხრათ რა გინდა რომ გაჩუქო, რას თხოვდი ან რას ეთყოდი? რასაც მათქემდნენ გამიხარდებოდა, ვერაფერს ვერ ვეთყოდი. ამიტომ ხარ მაგარი ბიჭი, ანუ რასაც გაჩუქებდნენ გაგეხარდებოდა, იქით არ ეთყოდი რომ აი ეს მაჩუქე, ის მაჩუქე, ხო? მებით მეგობრებო, ძალიან მაგარი ვიდეოთი გიბრუნდებით, ვიმყოფებით ზუგდიდი მოლში. დღეს გვინდა გავახაროთ ჩვენი უსაყვარლესი მოსწავლე მათე, რომელსაც არ აქვს ტელეფონი, ზაფხული კი ბავშვისთვის ტელეფონის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია. ჩვენი მეგობრის დავითის თანადგომით მოვახერხეთ, რომ მათესთვის შეგვეძინა მობილური ტელეფონი. ვიყავით ზუმერში უკვე, ვიყიდეთ და მივდივართ ინგილში და გავახაროთ ჩვენი მათე ბიჭი დღეს. ძალიან მაგარი კადრები გელოდებათ წინ, არ გამოტოვოთ ეს ვიდეო. უკვე ვიყავით ზუმერში, შევიძინეთ ტელეფონი. ახლა დაურეკავთ მათეს, უნდა დავიბაროთ მათე ტაძრის ეზოში, ინგირის ტაძრის ეზოში და იქ პატარა ვიდეოს ჩავწერთ და ბოლოს გავვუმხელთ ჩვენს სურპრიზსაც. არ ელოდება საერთოდ ჩვენს ამ საჩუქარს. ჩვენ ისე აქ ვართ, მათეს ჩვენთან არის. დღეს გვექნება პატარა გადაცემა მათე, სადაც ვისაუბრებ შენ შესახებ. პირველ რიგში ჩვენს გამომწერებს გააცანი შენი თავი, აბა ვინ ხარ და რა საქმიანობ? გამარჯობა, მე ვარ მათე ზუგბაია. კამერას უყურე, ნახე მე კამერას. ვარ მათე ზუგბაია. საქმიანობ სახლის საქმეებს, დედიკოს ვეხმარებ. სკოლაში? სკოლას ისდავდი. დადიხარ სკოლაში, ძალიან კარგი. მე ხო არ გასწავლი შემთხვევით? კი. რომელი საგანი მოგწონს ყველაზე მეტად? აი, ხა საფრთხეჯული არ თქვა ყველაზე მეტად სპორტი. სპორტი. ვინა შენი სპორტის მასწავლებელი? მირზაც მირზონი ცხოლარი. კამერას უყურე, კამერას. მირზა მირონი. მათე ძალიან მორიდებული ბიჭია, მაგრამ გულიანი ბიჭია, მაგარი ბიჭია. მათე ხა მე რამდენიმე კითხვას დაგისვამ. პირველი კითხვა, რა გიყვარს ყველაზე მეტად, ანუ სიკეთება გიყვარს ყველაზე მეტად? იგი სიკეთება, მუშაობა, თამაში. თამაში, რას თამაშობ ხოლმე, აბა? უფრო მეტად ფეხბურთს. ფეხბურთს თამაშობ? კი. კარგი გუნდი ყავს? ისე რა, ტელეფონი? ვისი ტელეფონი თამაშობ? ამიკოსი. ამიგოს ტელეფონი თამაშობ. კარგი, შემდეგი კითხვა. ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ, ან რას ინატრებდი? ყველაზე მეტად ხოჩნემა. აი მაგალითად ვინმე რო გითხრას, რომ აი რამეს გაჩუქებ და აი რა გინდა რომ გაჩუქო, რას თხოვდი ან რას ეთყოდი? რასაც მათქემდნენ გამიხარდებოდა, ვერაფერს ვერ ვეთყოდი. ამიტომ ხარ მაგარი ბიჭი, ანუ რასაც გაჩუქებდნენ გაგეხარდებოდა, იქით არ ეთყოდი რომ აი ეს მაჩუქე, ის მაჩუქე, ხო? არა. მაგარი ბიჭი ხარ შენ. მაშინ გადავიდეთ კულმინაციაზე, ხო? ბოლო მომენტი. და ახლა მე ოპერატორს თხოვ, რომ მომაწოდოს რაღაც ნივთი. თუ შეიძლება რომ მომაწოდოთ. აქ არის რაღაც საჩუქარი გამოგვიგზავნეს მათე. მათე შენთვის არის ეს საჩუქარი და აბა გახსენი, აბა რა საჩუქარია? დააგდაბა. ის გახსენი, იქ დადე თუ გინდა მაგიდაზე. აბა ოპერატორს ხო ახლოს მომიდის კადრი. მადლობა ძალიან დიდი. გახსენი, აბა? კი, აბა გახედე კარგად. გახედე, აბა, როგორი ტელეფონია. კარგია. მადლობა. ძალიან კარგი, ძალიან კარგია. ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებით დავითს, რომელმაც გამოგვიგზავნა თანხა და ამ თანხით მათეს შეუძინეთ ეს ტელეფონი და აწი გადმოწერს მათე ამ ტელეფონში ფეხბურთს და ითამაშებ, ხო? უბრალოდ
როდის უნდა ითამაშო, აბა რა დროს უნდა ითამაშო ის. ჯერ რა უნდა გააკეთო და მე როდის უნდა ითამაშო, აბა? ჯერ განმოვწერე ფუტბოლის პირველ რიგში, შემაქაუნტით დავიკავებ ამ ტელეფონში და ვითამაშებ პესი. ეს ითამაშებ, ხო? und ზაფხული რომ დამთავრდება, სექტემბრიდან პირველ რიგში რა უნდა გააკეთო? სწავლა. სწავლა და თამაში თავისუფალ დროს, ხო? კი. კაი, როდი ჩამეხუტე აბა ერთი და ვიშვიდობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს და დავის კიდევ ერთხელ მადლობა. დავით, მადლობა ყველაფრისთვის. გულს იხარ ღმერთმა გადაგიხადოს ეს სიკეთე. კიდევ ერთხელ მადლობა მიგზამას. მე თხილზე უნდა, ეხლა თხილის სეზონი მოდის და თხილზე მინდოდა მუსაობა, ტელეფონი რომ ეყიდა. მაგარი ფოტოა.